და კიდე ერთი ამბავი ბავშვებისთვის. სტუდენტური ერთიანი კლუბი შეიქმნა და მათი პირველი ღონისძიება ეხება ასტრიდ ლინდგენის იუბილეს და მოდით ხოვოთ ჩვენს ამ კლუბის წევრებს თეკლა ვეკუა, სალომე ხაზიური და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ლიპლუგის კლუბის წევრები ორი გოგონა ყოფილა. მოგზანდით. მურაბიანი მათკატების დღის შესახებ უნდა ვისაუბროთ. მოგესალმებით. ჩიკა, მოდი. რა ლამაზი ხელდამშვენებული სტუდენტები. ეს უგემრიელესი თათასტირავს, რომელიც გვეხმარებოდა დღევანდელი ღონისძიების გავამართლებას. მოგვიყევით ამ ღონისძიების შესახებ იდეა როგორ გაგიჩნდა და რა დაგეგმეთ, რა დაიგეგმა? სტუდენტური კლუბის იდეა გაუჩნდა ბატონ გიორგი კეკელიძეს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ლიბჯის ლიტერატურულ პორტალს და თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის სტუდენტებს. ეს უნდა იყოს კლუბი ერთიანი სტუდენტური, რომელიც მოაწყობს ღონისძიებებს, ეს იქნება სოციალური ღონისძიებები, ბავშვებისთვის, ადამიანის უფლებებს შეეხება ჩვენი რაღაც ღონისძიებები და მოკლედ საინტერესო პროექტების მოწყობა შეგვიძლია სტუდენტებთან ერთად, რა თქმა უნდა. მაგრამ პირველი პროექტი კონკრეტულად ბავშვებს ეხებათ. ხო სწორია, რადგან ახალი წელი მოდიოდა ხან ხნის წინ იყო ასტრიდ ლინდგენის იუბილე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი ღონისძიება მიგვეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და გადავწყვიტეთ მოგვეწყო მათთვის ესეთი მურაბიანი მაჭკატების დღე, რომელიც ყველას გაახსენებდა ასტრიდ ლინდგენს და ისე კარგად ჟღერს, რომ მურაბიანი მაჭკატები. მარტო ბავშვებს არა. მურაბიანი მაჭკატებით დღეს გაგემას პინძლდებათ აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია. ისე კარგად ვისწორ აკადემია. კარნავალიც იგეგმება თუ არ ვწდები ესეა? ეს ჩვენ გვეყოლებიან ბავშვებიც, რომლებიც საკუთარ ნომრებს შესთავაზებენ ჩვენ სტუმრებს და გაახალისებენ, ის იქნება საკარნავალო დადგმული ნომრები. თუმცა მოსვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს დასწრება თავისუფალია და თქვენ შეგიძლიათ. სად არის დასწრება თავისუფალი, როდის, რომელ საათზე ყველაფერი გითხარით? 3 საათზე ეს ღონისძიება დაიწყება. ეს იქნება ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში. დრო გაქვთ? დრო ნამდვილად გაქვთ. 3 საათამდე არც ისე ბევრი, ხო? ასე რომ საჩუქრებს ახვედრებ ბავშვი. საჩუქრებს ვახვედრებთ ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი და სპონსორია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ასტრიდ ლინდგენის საუკეთესო საჩუქრებია. და იქ გავმასპინძლდებით უგემრიელესი თათას ტირამისუებით და რა თქმა უნდა მურაბიანი მაჭკატები. ამითი არა ოღონდ. ამითი უკვე ვეღარ. ამით უკვე ვეღარ, რა ბავშვი. ამითი ვეღარ. ძალიან კარგი იდეა, ყოჩახ თქვენ მიხარია რომ ყველა ზრუნავს განსაკუთრებულად ამ კვირაში ბავშვებზე. აბა. ეს ჩვენი პირველი პროექტია და გადავწყვეტოთ რომ ახლა ახალი წელი მოდიოდა, დღეს 25 დეკემბერია და პირველი პროექტი ბავშვებისთვის მიგვაძღვნა და ხო, მაგრამ როგორც გაატყობთ თქვენ არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმრები ისეთი მიზანდასახული ადამიანები ჩახართ. და ისე ხელდამშვენებულად მოდიხართ, ხო? ხო, აბა რა, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი პარასკევი მე მგონი არ აცდებათ ამ გოგოებს. ხო, რა ვიცი. კულინარიის აკადემიასთან. მოკლედ მისით ბავშვები იციან სადმე მივიდნენ. ბავშვები იციან იქ რა დახვდებათ. მოკლედ ჩვენ ვცდილობთ რომ მთელი კვირის განმავლობაში მეტნაკლებად ბავშვებს გავაცნოთ რა ხდება ქალაქში, რომ სასიამოვნოდ გაატარონ ეს კვირა, მით უმეტეს არადაგები დაიწყო და მოკლედ ყველანი მუშაობთ ბავშვებისთვის ამ კვირაში. ვისურვებთ, გილოცავთ ყველას ამდენ გახალწეს. ძალიან ბევრი სურპრიზი ელოდებათ ამ ციგნების და მაჭკატების გარდა კიდევ ბავშვებს და მესამე ბლოკით ბავშვებს ეცნობათ, ძიმა რა სიტყვი? მესამე ბლოკში ესე იგი ცელქი ბავშვები დაიშვებიან თქვენთან? ცელქი ბავშვებს დაიშვებიან. ყველანაირი ბავშვები. მაშინ ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილში ვინც ყავს იმათ ყველას გამოგიგზავნით. ცელქი ბავშვები ჩვენთან მესამე ნაწილში სახალხო ეკრანებზე გამოდის ახალი ქართული მხატვრული ფილმი ცელქი ბავშვები და ეს ცელქი ბავშვები თავიანთ რეჟისორთან ერთად იქნებიან ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილის სტუმრები. ამდენი ვარსკვლავები ჩვენი მეგობრები, ეხლა აქ ჩამოვხდით, დრო რო არ დავაკარგოთ. გავედით სახალხო ატრაკციაზე და დაბრუნდებით სულ მალე.